ბრძოლა ნარკოდანაშაულთან სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. კეთი გრიგორაშვილის რეპორტაჟი. 760 გრამზე მეტი MDMA, 762 გრამი კლეფედრონი და 9 კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები უკრაინის მოქალაქეს ჰანა დმიტრენკოს ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად ჰქონდა შენახული, რაც სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცერმა ბარგის რენტგენოსკანერი დათვალიერებისას ერთ-ერთ სამგზავრო ჩანთაში შეამჩნია საეჭვო კონტურები, რის შემდეგაც მოხდა შემოსავლების სამსახურის სპეციალური წითელი სტიკერით ბარგის ნიშანდება და შემდგომ მისი დეტალური ფიზიკური დათვალიერება. აღნიშნულის შედეგად აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად ჰქონდა მოთავსებული. შემოსავლების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად მუდმივად ატარებენ საბაჟო საზღვრების უმკაცრეს მონიტორინგს.